ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული თანამედროვე ბრენდის, ასე ვთქვათ, კომპანიის ხელმძღვანელი წარმომადგენელი, მაგრამ გიორგი, გაცდით თქვენ ბოლო 2 კვირის განმავლობაში ამ თქვენს ფუნქციასაც და მისიასაც, მაგრამ ალბათ ძალიან სწორი და ლოგიკური არის, რომ აი ველიდან ამოზრდილი ბიზნესის თანამედროვე ციფრული ეპოქისთვის დამახასიათებელი ბიზნესის წარმომადგენელი არის სათავეში ერთ-ერთი თქვენს რამდენიმე სხვა თანამოაზრესთან ერთად, რომელმაც ხელი შეუწყო საქართველოში უკვე მომწიფებული ქართული ბიზნესის პოზიციის, არ მინდა სიტყვა უკმაყოფილება ვიხმარო, ზოგადად პოზიციის გამოხატვას. და ის პორტალი, რომელიც შექმნითი შესაძლებლობა წარმოადგენს ძალიან კარგ, ასე ვთქვათ, სივრცეს შესაძლებლობას იმის აღსაქმელად თუ რა ხდება, რა განწყობები არის ქართული ბიზნესის ერთ მნიშვნელოვან ნაწილში. Sankციებზე სალაპარაკოთ უფრო მოგიყვანეთ სიმართლე რო გითხრათ. თუ გინდა პირიქით ასეც დავიწყოთ, იმიტომ რომ ბიზნესის განწყობების ფორმირებას დიდწილად მათ შორის კავშირშია პროგნოზთან, რომელიც უკავშირდება სანქციების შედეგად საქართველოში ეკონომიკის მდგომარეობას. გუშინდელი გადაწყვეტილება შეერთებული შტატების სასანქციო პოლიტიკის რდადი დინამიკა, რით ემუქრება საქართველოში ეკონომიკას ამ სანქციების სამიზნის არაადეკვატურობა ამ შემთხვევაში. ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ გავიაზროთ რომ ბიზნესი ვერ გადაწონის იმ პროცესებს რომელიც ხდება ქვეყანაში და პოლიტიკურ მოცემულობაში, ხო? თვითონ ამ პლატფორმის შექმნაც და ის ფაქტიც რომ ამდენი კომპანია, ეს უკვე 2400 კომპანიაზე მეტი არის, რომ შემოუერთდნენ პლატფორმაზე ნიშნავს იმას, რომ ბიზნესი ნერვიულობს. ხო, სულ ამას ვიძახი, იმიტომ რომ ეს აი ჩვენ ქონია პანდემია, ხო, იყო უკრაინის ომი, იყო სხვადასხვა მოვლენები, როდესაც გარედან მოდიოდა კრიზისი. ეხლა გარედან კრიზისი არ გვაქვს. ეს არის ყველაფერი შექმნილი ქვეყნის შიგნით პოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე, ხო? და ბიზნესს უწევს რომ ამ მოცემულობაში ოპერიროს. პოლიტიკური წყაროდან ამ აღმოცენებულ კრიზისს ბიზნესი ვერაფერს ვერ მოუფიქრებს და ამიტომ ეს ბიზნესმენები 2400-ზე მეტი კომპანია, რომელთა ჯამური ბრუნვაც რაღაცნაირად დაკნინებას ცდილობენ ხოლმე და ჩვენ დავთვალეთ დაახლოებით შედეგები უფრო დეტალურად ამ შედეგებს ჩვენ იანვარში გავაცნობთ საზოგადოებას, იმიტომ რომ ჩვენ ცოტა სხვა ტიპით ოპერირებთ, ესეც მინდა ვთქვა, ეს არ არის რაღაცა სტანდარტული რაღაც ბიზნეს გაერთიანება, ან რაღაცა სადაც წარმომადგენლები გადაწყვეტილებებს იღებენ. ეს არის რაღაცნაირი დემოკრატიული პლატფორმა და ნებისმიერ გადაწყვეტილებასთან მიმართებით ჩვენ მათ უგზავნით კითხვას, ვეკითხებით მას და აზრს. ამ კვირაში ჩვენ გავგზავნეთ კითხვარი და მათ ვკითხეთ, აინტერესებდა თუ არა ფიზიკურად რომ შევკრებილიყავით და მართლა დავწუნებულიყავით რამდენი ვართ. მაგრამ ტყუილა შეკრება ხო არ იქნება, ეს შეკრება იქნება იმისთვის, რომ კომპანიებს მოვუყვეთ რა ელოდება მართლა ეკონომიკას. ხო, მაგრამ ჩვენი გეგმა სრულიად სხვა იყო და სხვა მესიჯები გვინდოდა გაგვეჟღერებინა და სხვა პროგნოზები გქონდა. გამომდინარე მოცემულობიდან, მაგრამ მოცემულობა ყოველდღიურად იმდენად მძიმდება, პოლიტიკური მოცემულობა, რომ ის ციფრებიც, რომლებსაც ჩვენ პროგნოზირებდით იანვრისთვის, თებერვლისთვის და მარტისთვის, ისენიც რადიკალურად იცვლება და უარესდება, ხომ? ამიტომ კარგად მინდა მოსახლეობასაც და ყველას, ვინც უსმენს, აუხსნა საქართველოს ეკონომიკა როგორ მუშაობს. ყველაფერი, რასაც ჩვენ მოვიხმართ, უმეტესობა არის იმპორტირებული. ჩვენი იმპორტი მნიშვნელოვნად აღემატება ჩვენს ექსპორტს. იმპორტ-დამოკიდებული ეკონომიკა. იმპორტ-დამოკიდებული ეკონომიკა გვაქვს. თუ იქამდე მიიყვანა პოლიტიკამ საქმე, რომ ჩვენ ჩაგვეთიშა წვდომა, ჩვენს ფინანსურ სისტემას ჩაეთიშა წვდომა, არავინ არ მინდა შევაშინო. მაგრამ ეს უნდა ითქვას, თუ იქამდე მიიყვანა პოლიტიკამ საქმე, რომ ჩვენ ჩაგვეთიშა წვდომა SWIFT-ზე, რაც ნიშნავს დოლარის ევროს გადარიცხვებზე, როგორ უნდა განვახორციელოთ იმპორტი? როგორ უნდა გადავურიცხოთ მომწოდებელს თანხა დოლარში, ლარში ხო ვერ გადავურიცხავთ, ხო? დოლარში, ევროში თანხა როგორ უნდა გადავურიცხოთ? თუ შეეზღუდათ საქართველოს ფინანსურ ინსტიტუტებს წვდომა, ეს არის ყველაზე რადიკალური სცენარი. კიდე მინდა ერთი რაღაც თქვა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დღეს საქართველოს გარეთ არის გასული, იქ შრომობს და იქიდან გზავნის ფულს. ამ ადამიანებმა ეს სოლიდური ნაწილია ქვეყანაში შემოსული დოლარი. ეს არის მილიარდობით დოლარი, რომელიც აკომპენსირებს იმ ნეგატიურ სავაჭრო ბალანსს, რაც ჩვენ გვაქვს. ანუ იმპორტი რომ მეტია ექსპორტზე. ეს თანხაც მათ შორის
აკომპენსირებს და უცხოური ქმნის იმ ეკვილიბრიუმს, რომელიც ლარის მეტნაკლებად სტაბილურ კურსში გამოიხატება წლების განმავლობაში. უცხოური პირდაპირ ინვესტიციები. უცხოური პირდაპირ ინვესტიციები, ვიცით რომ მნიშვნელოვნად შემცირებული არის უკვე ნოემბერში, ბოლო თვის მონაცემი, ბოლო კვარტლის მონაცემი ბოდიში რაც არის დადებული და ეხა ახალი კვარტლის მონაცემები იქნება, აი მეოთხე კვარტლის და მანდაც ვნახავთ რა მოცემულობა არის, მაგრამ უბრალოდ წარმოიდგინეთ ეს მილიონობით ადამიანი, რომელიც იმიტომ წავიდა რომ იშრომოს და ფული გამოგზავნოს აქ ოჯახში რომ ხალხმა დახარჯოს, ამის შესაძლებლობაც ტექნიკურად შეიძლება მნიშვნელოვნად გართულდეს თუ არა შეიზღუდოს, ხო? როგორ ვაპირებთ რომ ეს დავაბალანსოთ? და თუ ამას ვერ დავაბალანსებთ ვერც უცხოური ინვესტიციებით, თუ ამას ვერ დავაბალანსებთ ვერც იმ გადმორიცხვებით, რასაც ემიგრანტები უგზავნიან თავის ოჯახებს, მაშინ რა ემართება გაცვლით კურსს, ხო? ეს არის ჩვენი სადარდებელი. რეალურად ამ პლატფორმაზე ვინც გაერთიანდა, ყველა დარდობს რომ ეკონომიკა არ ჩამოიშალოს, იმიტომ რომ შეიძლება პოლიტიკური კონიუნქტურა და პოლიტიკური სიტუაცია რაღაცა დანიშნო ახალი არჩევნები და 1-2-3 თვეში დაალაგდეს, ასე ვთქვათ, ხო, იყოს შიდა და გარე აღქმა ლეგიტიმაციის და გაგრძელდეს პოლიტიკური ცხოვრება იმ რეჟიმში, რა რეჟიმშიც იყოს, მაგრამ თქვენ ფიქრობთ, რომ 3 თვეში ბიზნესი და ეკონომიკა დაალაგებადი არის, მას შემდეგ, რაც ძალიან ბევრ მცირე და საშუალო ბიზნესს და შემდეგ დიდ ბიზნესს შეექმნება პრობლემები? ეს თეორიულად წარმოუდგენელია. ეს პრობლემები რომ ავტომატურად პირდაპირ აისახება ბიუჯეტის შემოსავლებზე და მე ამ შემოსავლების შედეგად ფორმირებული ბიუჯეტიდან გაიცემა მათ შორის იმ ლოიალისტი საჯარო სამსახურში მომსახური ადამიანების ხელფასებად. ამ ლოგიკური ჯაჭვის გავლება წესით დიდ ინტელექტუალურ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს. დღეს საქართველოს ბიუჯეტი არის დაახლოებით 22,000 ლარი თუ რაღაც პლუს მინუს 22,000 მილიარდი. 22 მილიარდი ლარი. 22 მილიარდი ლარიდან საკმაოდ დიდი ნაწილი იხარჯება ორ კომპონენტზე, რომელიც არის შრომის ანაზღაურება და სოციალური დაცვა. ეს არის ძირითადი ნაწილი, ხო? რა არ იქნება ბიზნესი, არ იქნება ის, ვინც ბიუჯეტს ავსებს და არ იქნება შესაბამისად ბიუჯეტი, რომელმაც ეს ხარჯები უნდა გადაიხადოს, ხო? და ეს ავტომატურად გადაიქნება როგორც საჯარო სექტორში, ისე კერძო სექტორში დასაქმებული და არადასაქმებული ადამიანებისაც მათ შორის, ხო, ჩვენ ქვეყანაში ყავს მილიონზე მეტი ადამიანი, ვინც ან პენსიას იღებს, ან სოციალურ დაცვას იღებს, ხო? ეს შეიძლება ძალიან დიდი მასშტაბის პრობლემებში გადაიზარდოს. აი ესე შორს რო არ წავიდეთ, მაგალითად შეიძლება SWIFT-ი ცოტა შორს არის და მაგრამ ჩემი როლი რა არის, რომ მე ვისაუბრო იმ რისკებზე, რომ ეს ბიზნესებიც, ვინც ჯერ არ შემოერთებულა, ის ბიზნესებიც, ვინც გაჩუმებულები არიან და ხმას არ იღებენ და რაღაცნაირად მშვიდად არიან. მე არ ვიცი რანაირად არიან მშვიდად, იმიტომ რომ რაღაცა პროგნოზებს რო უყურებ და ელემენტარულ კითხვებს რომ სვავ, იქ მე მშვიდად ვეღარ ვჩები. ვიღაცები მშვიდად ჩებიან. არ ვიცი რანაირად შეიძლება რომ ესე იყოს. თორე სულ რო ბიუჯეტზე იყო მიბმული, ბიუჯეტს შეიძლება კონდეს იმ მასშტაბის პრობლემა. სულ რო მარტო ტენდერების იმედი კონდეს, იქ სადაც უკვე ამ სვილი ტენდერების დონორი ინსტიტუტები გადიან ქვეყნიდან, მათ შორის აი ავიღოთ ბათუმის მაგალითი, ხო? გერმანია. მე ძალიან კარგად ვიცი ბათუმისთვის წყლის პრობლემა დეკადების კი არა ეპოქების განმავლობაში მთავარი პრობლემა იყო რა და ის რომ დღესდღეობით მეტნაკლებად ეს პრობლემა მოგვარების გზაზე არის დაყენებული არის სწორედ გერმანიის დამსახურება უზარმაზარი მასშტაბის ინვესტიციები ჩაიდო ამაში ამ ინფრასტრუქტურის თორშტები 236 მილიონი ევროს შეჭერებას გამოაცხადეს ხო ცალკე საფრანგეთი ბრიტანეთი ევროკავშირის ინსტიტუტები მთლიანობაში და ასე შემდეგ და ესეც ცოტა წინ დაუხედაობა არის თუნდაც პრაგმატული თვალსაზრისით იმ ბიზნესების, რომლებიც ტენდერების მეშვეობით არიან დალაგებულები ხელისუფლებასთან. ამიტომ ეს ფული აღარ იქნება, რომელიც მათ თუნდაც ტენდერის სახით კორუფციულად უნდა მიცեն. კი ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმებით. ეხლა უახლოესი ნაწილები რა შეიძლება იყოს, იმიტომ რომ აქაც საფრთხეებს ხედავ. მაგალითად, კურსის პრობლემა იანვარი, ეხლა დეკემბერი აქტიური თვეა, ჯერჯერობით რაღაცა პლუს ეროვნული ბანკის სტრატეგიიდან გამომდინარე სახიფათო სტრატეგიიდან გამომდინარე, ჯერჯერობით კურსი, ამ სავალუტო რეზერვი რაც არის, ჯერ კიდევ ყოფნის არ წასულა ზემოთ. იანვარი, თებერვალი, მარტი არის ყველაზე პასიური კვარტალი მთელი წლის განმავლობაში. იანვრიდან უკვე მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ნახავთ უკვე კურსზე ზეწოლას.
კურსზე ზეწოლა თუ შორს წავიდა, სანამ SWIFT-ი არის ძალიან ბოლოს და ეს არის ყველაზე დიდი რისკი, რაც მთლიანად გააჩერებს ეკონომიკას ფაქტიურად. მაგრამ უახლოესი რა შეიძლება მივიღოთ არის ის, რომ თუ კურსი გაგაწყვეტინებ. გასაგებია, რომ ის არის ყველაზე რადიკალური ნაბიჯი იქით, მაგრამ იქამდე კიდევ არის რაღაცეები, ჩემზე კარგად შეგიძლია დაახსნა, მაგრამ მე რაც უკვე გავიგე და მესმის საქართველოს საერთაშორისო საფინანსო სისტემასთან საერთაშორისო ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშების მეშვეობით ოპერირებს, ხო? საქართველოსთან მიმართებაში როგორც ვიცოდი, ესეთი იყო Deutsche Bank-ი და Citibank-ი. ვიცით რომ Citibank-ი თუ არ ვსწრები უკვე, ასე ვთქვათ, Deutsche-ა. გასულია დარჩე, ხო, რომელიღაც. ანუ საკმარისია სანქციებთან მიმართებაში. რაღაცა ტიპის არასწორი გადაწყვეტილება მიიღოს საქართველოში მოქმედმა რომელიმე სისტემურმა ბანკმა და მათ შესაბამისად მერე ეს ზომები განახორციელონ, რომ SWIFT-დან ჩახსნაც აღარ ჭირდება, ამას ისე იმდენად გართულდება და დამძიმდება ნებისმიერი ფინანსური ტრანზაქცია. ძალიან ეს შეიძლება მოხდეს ძალიან მარტივად. ანუ ქვეყნისთვის პოლიტიკური კრიზისი მარტივად გადასალახავია, ეკონომიკურს კიდე არ აუშავს, საფინანსო სისტემას თუ რამე დაემართა, ეგ არის ყველაზე ფაქტიურად ჩაიყოლებს ყველაფერს. მან უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. რაც შეეხება რომ დაუბრუნდეთ კურსის ნაწილს, ხშირად რას აკეთებენ ხოლმე, პირველი ნაბიჯი რა არის ხოლმე, იწყებენ გაცვლითი კურსის კონტროლს. ეხლა ჩვენი გაცვლითი კურსი არის ეს floating, ქართულად როგორ თქვა, მოძრავი, ასე ვთქვა და ასახავს ეკონომიკის სიტუაციას. პირველი რასაც იწყებენ ხოლმე ასეთ შემთხვევაში მთავრობები არის რომ იწყებენ რეგულირებას, რამდენი შეიძლება გაცვალო ვალუტის კურსი და რამდენი შეიძლება არ გაცვალო. ეს ნიშანი თუ დავინახოთ უახლოეს მომავალში, ესე იგი ეს არის ძალიან დიდი ინდიკატორი, რომ სერიოზულ პრობლემაში ვართ. თუ შეგვიზღუდეს რაღაცა მოცულობის ზემოთ კონვერტაცია, დოლარის ყიდვა, ან გაყიდვა და ევროსი და ასე შემდეგ. ეს იქნება პირველი იდენტიფიკატორი და როდესაც უკვე სავალუტო რეზერვები აღარ დააკომპენსირებს და აღარ იქნება საკმარისი იმისთვის და ეკონომიკაში მძიმე მოცემულობა გვექნება, ეს იქნება პირველი იდენტიფიკატორი. მე დღეს ვიძახი და დავაკვირდეთ უახლოეს თვეში, თუ ორ თვეში და სამ თვეში. თუ ეს თემა წამოიწია, ესე იგი ძალიან სერიოზულ პრობლემაში ვართ. მათ შორის ქართული ბანკები ძალიან აქტიურად იზიდავენ ძალიან იაფ რესურსს დასავლურ ბაზრებზე, დოლარის და ევროსი. თუ მათ რაღაცნაირად ვეღარ შეძლეს იმ რაოდენობით ამ უცხოური რესურსის მოზიდვა, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ პროცენტები სესხებზე ბიზნესისთვისაც და საზოგადოებისთვისაც გაიზრდება. ეხლა წარმოიდგინეთ იმპორტიორი კომპანია, რომელსაც დაფინანსებული აქვს თავისი სამუშაო კაპიტალი უცხოური დოლარის ან ევროს სესხით, მომწოდებლისგან ყიდულობს ამ პროდუქციას და ჩამოაქვს და ქართულ ბაზარზე ყიდის. თუ პროცენტებიც გაიზარდა და კურსიც გაიზარდა, თვითონ ამ პროდუქციის ფასს რა დაემართება, ხო ძალიან მარტივად არის წარმოსადგენი. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ადამიანების შემოსავლები ეკონომიკური კრიზისის პირობებში არ გაიზრდება, მაგრამ ის სესხი, რომელიც ვიღაცას ყველას გვაქვს სესხი, ხო, 10,000 დოლარიანი სესხი, დღეს 27,000 ლარია. თუ კურსი 4-ია, რამდენია? 40,000 ლარი? და თუ პროდუქტების ფასი გაიზარდა 30, 40, 50, 100%-ით, მერე რამდენი გვრჩება ის სესხი რომ გადავიხადოთ, როდესაც ჩვენ მინიმალურ მოთხოვნილებებს დავიკომპენსირებთ და ასე ვთქვათ, დავაკმაყოფილებთ. ძალიან მძიმე სურათი იხატება, უბრალოდ ამაზე ლაპარაკი საჭიროა იმისთვის, რომ კარგად გავიაზროთ, საითკენ მივიდივართ. საით, ანუ ტრაექტორია როგორი არის, ხო? მთავრობა აპელირებს მათ შორის ბიზნესმენებთან პოლიტიკური არგუმენტები. და იკობახიძესთან შეხვედრა რო იყო, იქიდანაც გამოსულებმა რა თქვეს, რომ ვინც ასე ვთქვათ, ყველა კითხვაზე პასუხი მივიღეთო, პასუხი რაზე მიიღეს, რომ კობახიძემ მათ მიერ ჩამოყალიბებული ამ იდეოლოგიურ მითოსური ნარატივი გაატარა ანიდან ჰოემდე, ისევ როგორ არ მობეზრდათ ერთ და იგივეს გამეორება, ხო? მაგრამ დაუშვა და ის მართალია იმათი ხედვით, რომ დასავლეთი მტერია და ასე შემდეგ. ანუ მივედით იმ სიტუაციამდე, რომ ჩვენ გვყავს ხალხი მთავრობაში, რომლის აღარც ენა ესმის დასავლეთს, სულ რო ესენი 100%-იან მართლები იყო რამეში და არა და პირიქით არის ეს ყველაფერი, აღარც ენა ესმის და საერთოდ აღარ ელაპარაკებიან. სავიზო რეჟიმი გაუჩერეს ამ ტიპებს, რომლებიც უნდა ელაპარაკებოდნენ და ამ პრეზიდენტს ეგრეთ წოდებულს, ხო, საერთოდ არ აღიარებენ, რომ ეს არის პრეზიდენტი, რომ შეიძლება დაელაპარაკონ, რანაირად უნდა აღიარონ, იმიტომ რომ თავად ივანიშვილს თოჯინების დანაწილებაში როლზე ყავდა გამწესებული, რომ
დედის გინები დეგინებინა დასავლეთისა ან დასავლეთის მომხრე ადამიანებისათვის, ხო? მოცემულობაზე ვლაპარაკობ, მე შეფასებებისგან თავს ვიკავებ, არა? ამ ყველაფრის გათვალისწინებით აღარ მინდა დავყო ისევ დიდი ბიზნესის საშუალო და პატარა, მე იმიტომ რომ არაერთ დიდი ბიზნესის წარმომადგენელთან მქონდა საუბარი ამ დღეებში და უნდა გითხრათ, რომ მათი განწყობები არ ჩამოვარდება და აღემატება თქვენი საფრთხეების განცდას. უბრალოდ დიდებს ცნობილი გამონათქვამის არ იყოს, ქონი უფრო მეტი აქვთ და კრიზისის პერიოდში სანამ ეს ქონი დავა ხორცამდე, მანამდე საშუალო და მცირე და ღარიბი საერთოდ განადგურების პირას მივა. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით რა იქნებოდა გამოსავალი და რა კავშირში არის იმ მოთხოვნასა თუ მოწოდებასთან, რომელიც თქვენ პლატფორმას და ამ პლატფორმის მხარდამჭერ ბიზნესებს გააჩნიათ? რამდენიმე საკითხს უნდა შევეხოთ. პირველი გამოსავალი იქნება დეესკალაცია. დეესკალაცია. რასაც ჩვენ ვიძახით უკვე 15 დეკემბრის შემდეგ. დეესკალაცია და პოლიტიკური კრიზისით გამოწვეულ პროცესებს ბიზნეს დეესკალაცია და ეკონომიკური დეესკალაცია ვერ ექნება. ისევ პოლიტიკური ინსტრუმენტებით უნდა მოხდეს დეესკალაცია. დემოკრატიაში დეესკალაცია, როცა ხდება ლეგიტიმაციის პრობლემა, როდესაც არის ხალხში, როდესაც არის პარტნიორებში, იქ არის გამოსავალი ერთადერთი არჩევნები. ამიტომ ყველა ამას ხედავს და ის კომპანიებიც ამ მოთხოვნას უერთდებიან. მეორე მოთხოვნა რა თქმა უნდა არის დაკავებულთა გათავისუფლება, რომელსაც ყველა ვთქვათ, ხო? რაც შეეხება მსხვილ მცირე და საშუალო და მსხვილ ბიზნესს, აბსოლუტურად სწორი არის. კრიზისი პირველ რიგში ურტყავს მცირე ბიზნესს, შემდეგ საშუალოს და შემდეგ დიდ ბიზნესს. რატომ? დიდ ბიზნესს აქვს უსაფრთხოების ბალიში. მათ აქვს საკრედიტო რესურსიც და ბანკებიც პირველი მივლენ დიდ ბიზნესთან, ვაი, როგორ გიშველოთ. რესტრუქტურიზაცია როგორ გაგიკეთოთ, იმიტომ რომ არც ერთ ბანკს არ უნდა 50-100 მილიონიანი გაპრობლემებული სესხი. მაგრამ მცირე ბიზნესთან არავინ არ მივა როგორ გიშველო. საშუალო ბიზნესთანაც ისე კანტიკუნტად თუ მივლენ, თუნდაც ბანკები როგორ გიშველოთ, ხო? ამიტომ აი ყველა, ვისაც აქვს მცირე ბიზნესი, ვისაც აქვს საშუალო ბიზნესი, თავის თავს უნდა დაუსვას კითხვა, რომ მაქვს თუ არა მე რესურსი, რომ ორი თვე შემოსავლის გარეშე ვიოპერირო. 95% შემთხვევაში პასუხი იქნება არა. მცირე და საშუალო ბიზნესი როგორც წესი აქვს თვიდან თვემდე, ხელფასივით არის. ჩამერიცხა, მივაღწიე, შემდეგ თვემდე, ისევ ჩამერიცხა, მივაღწიე, შემდეგ თვემდე. ესე ოპერირობს მცირე და საშუალო ბიზნესის აბსოლუტური უმრავლესობა. და დიდი ბიზნესი, რომელიც ძირითადად ყველაზე ჩუმად ეხლა, რა თქმა უნდა, არა, ჩვენ პლატფორმაზეც არიან დიდი ბიზნესები შემოერთებული, ვინც უყურებს ქვეყნის მასშტაბით პრობლემას და ვერ ჩუმდება, ხო? მაგრამ დიდი ბიზნესი ხშირად კრიზისში შედის რომ გამოდის კრიზისიდან უფრო ძლიერი არის ხოლმე ვიდრე კრიზისში როდესაც შევიდა. ეხლა აქვე მინდა ვთქვა რამდენიმე ციფრი. სულ მიდის აპელირება რომ 229,000 ბიზნეს სუბიექტი და კიდევ უფრო სხვა ციფრებსაც იძახიან არის საქართველოში. რეალურად აუდიტის სამსახურში გზავნის ყოველწლიურ ანგარიშგებას 79,000 კომპანია. არანაირი 229,000. მეც რამდენიმე შეპესე მაქვს, რომელიც მაქვს და საერთოდ არ ოპერირებს. არის დაძინებული ბიზნესები. ეს ციფრები რისთვის გჭირდებათ? რა ეს ციფრები იმისთვის გჭირდება, რომ ჩვენთან არის 2,400 და სულ იძახიან ხოლმე, რომ 229,000-დან ეს 2,400 თითქოს არაფერს არ წარმოადგენს. მაგრამ რეალურად არ გვაქვს 229,000, გვაქვს 79,000. და კიდევ არის ხოლმე რაღაცნაირად ამ ბოლო დროს ძალიან ესე იგი აქტიურად არის რომ აი ამ სიაში თურმე არიან კომპანიები, რომლებმაც რაღაცა ტიპის გრანტი ან დაფინანსება მიიღეს მთავრობასთან და ეხლა ხმას იღებენ. ანუ განწყობა და ლოგიკა, რომელიც ჟღერდება, არის ესეთი, რომ თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბიზნესის განვითარებისთვის ან სტარტაპისთვის თუ რაღაცა ტიპის დაფინანსება მიიღე, რომელიც უმეტესობას ბიუჯეტში უკვე დაბრუნებული აქვს, მაგალითად ჩემს შემთხვევაში, ხო? ბიუჯეტში უფრო მეტი მაქვს დაბრუნებული. მაშინ ხმა არ უნდა ამოიღოს. ანუ ლოგიკა როგორი არის, იცით, რომ სოციალურ დაუცველს. იმიტომ რომ ის ბიუჯეტი თავიანთი ფული გონიათ, ეს ხო ბიზნეს ფულია და კარგად მინდა რომ მაფიოზური მიდგომა არის, რა მე ჩემ რაღაცაზე დრო ისე ვქენი და შენ ახლა უნდა იყო ბოლომდე ლოიალური ჩემდამი. ანუ პენსიაც იმ ხალხს უნდა, ანუ თუ პენსია მიიღე, ხმა არ უნდა ამოიღო, თუ სოციალური დაცვა მიიღე, ხმა არ უნდა ამოიღო. ასე ეწყობა ეს კლიენტი. ძალიან, თუმცა კიდევ ერთ რამესაც ასე თქვა პროპაგანდა ატრიალებს, რომ რაღაც ნაწილს ამ ბიზნესების ჰქონიათ რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო გარიგება, ბიზნესი, რაღაცა შემოსავალი იქიდან და ასე შემდეგ. ამას რას უპასუხებ? ნახეთ,
პირველ რიგში ბოლო 12 არ მიყვარს ეს 12-9 თუ რაღაც აი მაგრამ ბოლო პერიოდის სახელმწიფო სტრატეგია ხო იყო რუსეთთან აქტიური ვაჭრობა და ნაკლებად დასავლეთთან განვითარებულ სამყაროს და ეს ყველამ ვიცით. ისე არის დღეს სიტუაცია დაალაგებული რომ ფარმაციის და პროდუქტების, საკვები პროდუქტების ჭრილში ფაქტიურად ზოგიერთ პროდუქტს ალტერნატივა არ აქვს სხვა ბაზრიდან შემოტანის კუთხით. ანუ ეხლა იცვლება ეგეც უკრაინის ომიდან გამომდინარე რელოკაცია ხდება, მაგრამ მანამდე ამ რეგიონის მომარაგება ქონდა ჩაბარებული ყველაზე დიდ ბაზარს რეგიონში და სხვა ალტერნატივა ამ კომპანიებს უბრალოდ არ ქონდათ. მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა 2400 კომპანიიდან ხა მე არ მიყვარს რუსული ბაზარი, არანაირი გათვლა არ მაქვს. მგონია რომ მაქსიმალურად სადაც შესაძლებელია დისტანცირება უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ ეს არ არის სანდო სავაჭრო პარტნიორი, იმიტომ რომ უცებ ხვალ აღმოჩნდება რომ ღვინოში რაღაცა არის, რაც ამიტომ უნდა შეეზღუდოს ისა რაღაცა ბორჯომში. იყენებს ინსტრუმენტს როგორც ზემოქმედებისას. მე მგონია რომ აბსოლუტურად უნდა ვეცადოთ რომ სრულად დამოუკიდებელი იყოს ხსნის დიდწილად ბიზნეს და მათ შორის შესახარისხი. არ დაუტოვეს ზოგიერთ კომპანიებს სხვა ბაზრებთან მუშაობის და რა თქმა უნდა 2400 კომპანია 10 მილიარდზე მეტი ბრუნვა არის. ვიღაცა იქნება რა თქმა უნდა რომელსაც აქვს რაღაცა ტიპის სავაჭრო ბრუნვები რუსეთთან. ეს გამორიცხულია 2400 კომპანიიდან. უბრალოდ მე აქ უფრო სხვა თემა მაინტერესებს. ნახეთ არც შემოსავლების სამსახური და არც საქსტატი მესამე პირს არ მიცემს ინფორმაციას კომპანიის ბრუნვების შესახებ, კომპანიის იმპორტის და ექსპორტის შესახებ ქვეყნების ჭრილში. კომპანიის ჭრილში ინფორმაციას არც ერთ შემთხვევაში არ მოგცემთ, არც საქსტატი, არც RSG. არ უნდა დაამატეთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი. არა, მე და თქვენ რომ მივიდეთ ნებისმიერი ადამიანი. მე და თქვენ და მედიასთან საერთოდ. მოცემულობა არის ის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ კლასიკური ტიპის ავტორიტარულ სისტემაში, სადაც ინსტიტუტებს დამოუკიდებლობა დაკარგული აქვს და მათ შორის საფინანსო ინსტიტუტებზე ზემოქმედებას ისეთი ბერკეტები აქვს, ან მათ შორის მოსმენებთან დაკავშირებით ისეთი ბერკეტები აქვს კომპანიებთან მიმართებაში, რომ არც პერსონალური და არც სამეწარმო ინფორმაცია ამ ქვეყანაში დაცული არ არის. ეს არის კომპანიის კომერციული საიდუმლოება, რომელიც ზუსტად ამის გამოა, რატომაც ბიზნესი კიდევ უფრო მეტად აქტიური უნდა იყოს. მესამე პირის ხელში მოხვდა, რომელმაც გაუგზავნა მედიას და მედია ამას აფრიალებს უკვე ბოლო წელი. პროპაგანდულ საშუალებას. ამასაც მნიშვნელობა. მათ შორის არის ბიზნეს ინსაიდერს. დრო გვეწურება თუ რამის თქმა გინდათ დასკვნის სახით და ახალ აბაშიშვილი ბიზნეს ინსაიდერს წარმოადგენს. და დღეს პოსტიც დავწერე და აქაც ვიტყვი, რომ თუ უნდა მას ერთ-ერთზე დებატები ეკონომიკურ კრიზისთან მიმართებით და თავისუფალი ბიზნესების პლატფორმასთან მიმართებით, რომელსაც ის დაუმსახურებლად აშავებს ეს დღეებია, ნებისმიერ ეთერში დიდი სიამოვნებით. ეს გამოწვევა, შეთავაზება ჩვენ მხრიდანაც მიღებულია და თუ ბატონი აბაშიშვილი ამას ასე ვთქვათ გადაწყვეტს, შეგვიძლია დაგითმოთ პლატფორმა ნებისმიერი ფორმატით. მადლობა მინდა გითხრა და ყველა ქართულ ბიზნეს, ქართულ მეწარმეს, ინტერპრენერს მინდა უსურო წარმატება მომავალ წელს და ამ წარმატების მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება პოლიტიკური დეესკალაცია, საიდგენ მოწოდებების გამოც თქვენ ეს ხელისუფლებიდან ამდენი კრიტიკოსი გამოგიჩნდათ. კრიტიკოსი კიდე რბილად სათქმელია. გიორგი ჩუგოშვილი იყო ჩვენი დღევანდელი დროების ბოლო სტუმარი.